ანიკო გენაცვალე, მე ცალკე ოთახში ვარ, ოთახით ბება, კარგად ვარ. ისე ძალიან მოსაწყენია აქ, ძლივს ვჩერდები. ფული მივიღე, სად გქონდა ახლა ასე სახელდახელოდ? ალბათ ისესხე. 1941 წელი, აბას თუმანი, ანიკო ვაჩნაძეს, ლადო ასათიანისგან. 24 წლის პოეტი ამ დროს უკურნებელ სენს ებრძოდა და ამ დროისთვის უკვე სავსებით დავაშკაცებული თავის უკანასკნელ სიმღერას მღეროდა. მერე მან თავისი სიცოცხლით, შემოქმედებით და ნაადრევი სიკვდილით მთელი თავისი თაობის ბედი განასახიერა. ეს მერე. მანამდე კი მოკრძალებით შემოვიდა ქართულ პოეზიაში. მერე ეს კაცი თვითონ იქცა ლექსად. მანანა ასათიანს გონია რომ მამა ახსოვს. სიცხიანი, გამხდარი, მწოლიარე, მაგრამ მეოცნებე. ხან კი ფიქრობს რომ ასე ცოცხლად მამას დედის მოგონებებიდან იხსენებს. თუმცა მთელი ცხოვრება ლადოს ნათელ მზერას გრძნობს. ჩვენ ცხოვრობდით ძერნისის ქუჩაზე 3 ნომერში, სადაც ლადოს აბრაც იყო გაკრული, რომელიც მერე გაქრა მოიპარეს თუ რა. სამსართულიანი სახლი იყო და ვერკინი ეს მოაჯირი მოყვებოდა ამ სახლს და ფანჯარა, კარს ჰქონდა ფანჯარა შუშის. იქიდან გადაწევდა ხოლმე ფანჯარას და იქიდან დამანახებდა ხოლმე ლადოს და ერთხელ მომფერებია შეუყვანი ვარ, მე ბებიასთან მისდებოდი იქვე ახლოს. დედა ჩემის დედასთან ხო და რაღაც ეს მახსოვს რაღაც ნათლად იცით რომ მომეფერა თითქოს ალბათ მონაყულისგან თუ რა შეიძლება ხა 2 წელი ნახევრის ბავშვს ახსოვდეს. იქ მამისეული ის ქონდა იცით თარო ბამბუკის ხისგან თარო და მისი წიგნები იყო. ერთი ინსტრუმენტი იდგა რატომაც დედას ქონდა ნაყიდი რომ შევეყვანეს მუსიკალურში და ხტი ერთი საწოლი მაგიდა. სულ ეს იყო მისი ავადიდება. თავთან საწარკალამი და რვეული ედო. ლადო ასათიანი 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში დაიბადა. მისი მშობლები მელქისედეკ ასათიანი და ლიდაც კიტიშვილი პედაგოგები იყვნენ. ბავშვობა ცაგერის რაიონის სოფელ ბარდნალაში გაატარა. პოეზიის სიყვარული მამისგან გამოჰყვა. მექი ასათიანი ლხინის დროს სადღეგრძელოებს ყოველთვის ლექსად ამბობდა. მამი და ნინო ასათიანი ყოველ საღამოს უკითხავდა პატარა ლადოს და მის და-ძმას საქართველოს ისტორიას. ბავშვობაში განცდილი სითბო მოგვიანებით პოეტის ტრიქონებში ჩაიღვრება. მანამდე კი ჯერ ცაგერის სასოფლო სამეურნეო ტექნიკუმს დაამთავრებს. მერე ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი გახდება. 1926 წელს კი გაზეთის რედაქციას მიაკითხავს და პირველ ლექსს ჩვენ მოვედით დაუბეჭდავენ. აქვე გაიცნობს ნიკა აგიაშვილს და დაიწყება სამაგალითო მეგობრობა. პირველ ლექსს დედას გაუგზავნის და მის წერს იქნება უკეთესებიც. მერე დედა სათუთად შეინახავს გაზეთიდან ამოჭრილ 2 სტროფს და მომავალ ლექსებს დაელოდება. ამ დროს სტუდენტი ლადო ქუთაისში ძალზე ხელმოკლედ ცხოვრობს ნაქირავე ბინაში. ბევრი წიგნი და კედელზე ვაჟასა და ბაირონის პორტრეტები. 1927 წელი ახლოვდება და მალე მასაც ხალხის მტრის შვილად გამოაცხადებენ. ეს ხატი მამას ნიფტებიდან გადარჩა მხოლოდ, რომელიც სულ თან ქონდა. ეს ძეები ბებია ჩემად ლიდაც კიტიშვილმა გამოგზავნა და მოქსოვილი ქუდი, რომელსაც ათუდად ვინახავ. ლადოს დედმამა 1927 წელს დააპატიმრეს. მამა მალე გაანთავისუფლეს. დედა კი უზბეკეთში გადაასახლეს. მას ქუთაისის ციხესთან უკანასკნელად მოჰკრა თვალი ლადომ. ლიდაც კიტიშვილი შავ დახურულ მანქანაში ჩასვეს და მას შემდეგ იგი ახლობლებს აღარ უნახავთ. ლადო ასათიანი კი როგორც ხალხის მტრის შვილი ინსტიტუტიდან გარიცხეს.
მხოლოდ 1 წლის შემდეგ აღადგინეს. მაშინ თითქოს ლექსების წერასაც უკლო. თითქოს ის გაუნელებელი ცეცხლიც მუდამ რომ სწვავდა პოეტს, გაქრა. მაგრამ ეს მხოლოდ თითქოს. ჯერ მისმა სიტყვამ შთაგონების ხადარში უნდა გაიაროს. მისმა მშფოთვარესულმა უნდა იმღეროს. მისი ლექსი სულიერი მხნეობის მაგალითად უნდა იქცეს. მანამდე კი საცხოვრებლად თბილისში გადმოვა და მალე დაამახსოვრდებათ ამ ჭადარზე მიყრდნობილი და გარინდებული. რუსთაველის პროსპექტის ფილაქანზეც სამუდამოდ აღიბეჭდება ლადო ასათიანის მკრთალი ნაფეხურები. კიროვის ქუჩის დასაწყისში მის ზეცბინა და გაეხარდა ნათელი და ფანჯრიანი დიდი ოთახი იყო. მის ზეცბინა გადაიტანა წიგნები პირველ რიგში, ეს თავისი თაროთი და ნელა აპირებდა იმას და უცბად გამოუცხადეს, რომ არა, ეს არ შეიძლება ვინ ბინაშიო თქვენი ისაო ყოფნაო, იმიტომ რომ მოკლედ არ ვიცი რაღაც უკან თარიო თუ რაღაცაო და უკან და ძალიან ბევრი წიგნი დაკარგა. მწერალთა კავშირში ყოველდღე დადიოდა თითქმის ვიღაცაზე ფუნაგორია რო არ ეთქვა და რაღაცა ლექსი რო არ მიეყოლებინა ისე არ გამოვიდოდა იქიდან. მაშინ თბილისში პოეტებისა და პოეზიისთვის თითქმის არავის ეცალა. მოგონებებით სიცხით და ოცნებით თვალებანთებულ გამხდარ ჭაბუკზე ძალიან ცოტამ შემოინახა. მოგვიანებით თანამედროვენი იტყვიან, რომ ლადოს დაღლილი თვალები შინაგან სინათლესა და სისპეტაკეს აფრქვევდნენო. ხოლო როცა სამშობლოზე, ფიროსმანზე, ტიციან ტაბიძის პოეზიაზე იწყებდა საუბარს, ამ დაღლილი თვალებიდან გამომკრთალი შუქი მთელ სახეს გაუნათებდაო. რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა. იყო მუდამ ასე მხიარული ქართველი პოეტი მერქვას. პურის ნატეხი და 1 ლიტრა ღვინო სიმდიდრეთ ჩამითვალეთ, თუ მეტი ვინატრო ან ეს ვითაკილო ვერ ვნახო 60-ის მთვარე. მხოლოდ დრო და დრო დამარეტიანოს ქაშვეთის შემოხედვა. რუსთაველის პროსპექტზე ხედიალი ნუ მომიშალოს ღმერთმა. მერე ისინი, ვისაც ახსოვთ, იტყვიან, რომ ეს მაღალი და გამხდარი ახალგაზრდა თითოეული ლექსის ბედს მტკივნეულად განიცდიდა. თუ მასში რამეს შეცვლიდნენ, დაბეჭდვაზე უარს აცხადებდა. ვაჟკაცური გულით ადობით გამთბარი მისი სტრიქონები სიცოცხლის შეუპოვარი რწმენით იყო სავსე. 1929 წელს ჯარში გაიწვიეს ლადო ასათიანი. რკინიგზის სადგურიდან მეგობრებმა გააცილეს. მირზაგელოვანს ხევსურული წინდები მიუტანია საჩუქრად. მალე სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო გაანთავისუფლეს. იმ წელს პირველად ჩავიდა აბასთუმანში. ლექსებში კი ამ დროსაც ტრადიციულად არსად ჩანს ტკივილი. რა ლამაზია ყველაფერი ამ ქვეყანაზე. აი თუნდაც ეს მოშრიალე ჩვენი ჭადარი რუსთაველზე. გინდა სულ უმზირო და იფიქრო უკდავებაზეო წერდა. 1940 წელს სწორედ რუსთაველზე გაიცნო მომავალი მეუღლე ანიკო ვაჩნაძე. მამა მუშაობდა მაშინ ოპერის პირდაპირ მესამე სართულზე ნორჩლენილის რედაქცია იყო. დედა მწერალთა კავშირში მუშაობდა. იქიდან ფეხით მოდიოდა ხოლმე რუსთაველის პროსპექტით და ისე ადიოდა ხოლმე ჭავჭავაძის ქუჩაზე თავის დედასთან. ხო და ხშირად ხდებოდა მაღალ კაცს და თვალში გაუყარეთო ერთხელ და დამამახსოვრდაო და მეორე დღეს რომ მოვდიოდიო ამ ხანაკთან ერთად მოვდიოდიო. ამ დროს ნიკა აგიაშვილი შემხვდაო. ამ დროს ლადომ გამოიარაო და უკვე ნანახი მყავდაო და ნიკამ გაიცანიეს ლადო ასათიანი არისო. იმ დღეს წერილი გაუგზავნა მწერალთა კავშირში უბრალოდ მეორე დღეს და სიყვარულის ახსნა იყო. პირველი ნახვით შეყვარება და რატომღაც დავხიეო, ძალიან ლამაზი წერილი იყო და სიკვდილამდე იმას ჯავრობდა, რომ როგორ დავხიე ეს წერილიო. სახში რომ ამოვიდა, დედამისმა უთხრა ბებია, მამის ასია ნაცვლიშვილი გახდათ ბებია და ერთი შენ თავი გამათხოვებინათ არაფერი არ მინდაო. მაღაზია ადვილი რა არისო, ხვალ ვერ მოგიყვანო სასიძოსო, თუ მოგეწონება გავყვებიო. ბებიას დაფაცურდა და მასე ნავთქურაზე რაღაცები გააკეთა, რაც შეძლო. ანიკო შეხვდა ლადოს და ამოიყვანა
სადილად სახში და სამზარეულოში გამოვიდა და მოგეწონაო და კიო რა ხანს მე ლევან კიკნაძესთან ერთად მოვიდა და კიო რა კარგი კაციაო და ლევანზე უთქვია არა ეგ არ არისო ლადო მეორეაო არა უშავსო იყოსო ეგეც კარგიაო ხო და მე მალე მოხდა ეს ხელის მოწერა 40 წელში მოაწერეს ხელი 51-ში მე გავჩდი შენი მარილი გამოხვეს შენი წარმების ეშხი შენსავით გაიშვერიალოს ხმელეთი გადალახოს ქალობა დაიმკვეხაროს ცადა ქვეყანა მნახოს მეტი თუნდ მიწა მეყაროს სადმე თბილისის ახლოს შენ შაო სანო შავთვალაო შავი სამარე კპარაოს ჩემი მანანა აკვანში ხან გაიცინებს ხან არ იადა ვარდი ეთრფიან ეტყვიან იავნანას 24 წლის ასაკში ლადომ უკვე იცოდა რომ უკურნებელი სენით იყო დაავადებული უკვე მთაწმინდაზე ასვლაც აღარ შეეძლო მაგრამ არსად წუწუნი მოგვიანებით მასზე იტყვიან რომ ლადო ასათიანის სტილი მისი დროის ახალგაზრდა ქართველი კაცის აზროვნების გრძნობებისა და მეტყველების სტილია. ასე მსჯელობდნენ მაშინ ცხოვრების ავკარგზე. ასე ფიქრობდნენ წარსულსა და მომავალზე. ასე საუბრობდნენ სიყვარულზე. დიდი სიყვარული ჰქონდათ დედას სიკვდილამდე ყვებოდა. ეს ალბომი აქვს და იქ არის მისადმი მიძღვენი ლექსი რადამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს რომელიც ამღერებულია მერე და ყველა პოეტს აქვს მიძღვნილი გალაქტიონსაც კი ასინებს ნუზარ წაბიძეს ვაჩვენე და გალაქტიონის ხელია მეთქი გალაქტიონის ხელია და მე ყველა ლექსზე ლადოს მინაწერია გარდა გალაქტიონის ლექსისა თავისი ორი ლექსი არის ჩაწერილი და ამოტიფრულია სხვათა შორის როგორ გააკეთებინა ეს ალბომი არ ვიცი ოქროსფერი ასოებით აბას თუმანში პატარა გალია სახლია მთის ძირში მიდგმული ამ სახლში წაბლისფერთმიანი ქალია დიდბუნებოვანი და დიდგული აბას თუმანი ხაბას თუმანი მზემ ფანჯრებიდან შემოანათა ჩემი საწოლი და სასთუმალი ჩემი პალატა თეთრი პალატა ლადოს პოეზიაში აბას თუმნის თემას დიდი ადგილი უკავია აქ წელიწადში რამდენიმე თვეს ატარებდა ამ დროსაც სიცოცხლის შეუპოვარი რწმენითაა სავსე მისი ნაბერძკლიანი ლექსი უშიშარია და იმედიანი მისი ყოველი სტრიქონი განსხვავებულია მისი სიტყვა კილოკი ლაღი უშუალო და ომახიანი მეგობრისადმი გაგზავნილ წერილს მაინც ასე ასრულებს ჩემი ფილტვების მიხედვით მე მალე უნდა მივიცვალო აბას თუმანში ხშირად დადიოდა ან სამსახური უკეთებდა საგზურს ხან დედაყიდდა ხანდახან ლადოს ნიფტიც გაუყიდია ხანდახან თავისი უკანასკნელი ფეხსაცმელიც რომ საგზური ეშოვა და მიდიოდა თითქმის ყოველთვის პური არის შოვებაო რაღაც ახლა ძალიან ძნელიაო და მოკლედ დედა ეხმარებოდა ყველანაირად აივანზეა გადაღებული სწორედ აი სურათი და ხეივანსაც ლადოს სახელი ქვია ხშირად ადიოდა ხოლმე აბას თუმანში მაღლა ობსერვატორიაში და იქიდან გადმოხედავდა ხოლმე აბას თუმანს სასაფლაოც აბას თუმნის სასაფლაოს შტაბონები კი იქ ნახა ყველაფერი არაფერი იქნებოდა რომ არ არის ნაკადულიო რომელიცო მოჩქებსო მთიდანო და ორად ყოფსო საფლავსო და სიცოცხლე უშიშარი და როგორც თუ სასაფლაო სიცოცხლე უშიშარი ლექსია გამოგენებული აბას თუმანში მიიღო ლადომ თავისი პირველი წიგნი მისი გამოსვლა პატარა მანანა მახარა როგორც მამა ეძახდა მისმა ჩიტუნიამ ზეწვიამ მისმა პაწაწინა ტელეგრაფისტმა ტელეგრამა გაუგზავნა დედაჩემმა მამიკო გიგზავნი შენს პირველ კრებულს ლადო გუდიაშვილის მხატვრობით დედა თვის უთქოვია ლადოს რომ იქნებაო შენო იცნობო გუდიაშვილსო და იქნებაო ჩემი ლექსების კრებული მან გააფორმოსო და ლადომ დახატა ეს და გამოიცა ეს წიგნი შაქრის ქაღალდზე რა კარგი იყო ბარდნალა ბარდნალელების ბორანი ვარდებიანი ბარდნარი ბულბულთან ამბორანი ჩემი ხორგო და მარანი
ჩემი ცეცხლი და ღადარი, სახლის წინ ნაგრი გალარი, გაფითრებული ჭადარი, ჩემი კავი და სახნისი, ჩემი თონე და ბეღელი და დედა დიასახლისი ჯანყონე გაუტეხელი, ჩემი პატია ქოთანი დუღილით ნაკოთქოთარი. ლადო თავის უკანასკნელ სიმღერას მღეროდა. ისევ არსად ჩივილი, ისევ იმედიანი, ნაპერწკლიანი ლექსები, ისევ სიმხნევის მომნიჭებელი პოეზია, ისევ მარადიული ახალგაზრდობის თემა. დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად, რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს. ჩემო ძვირფასო, ყველაზე ულამაზესო გარეგნულად და უფაქიზესო სულიერად შვილო. უზბეკეთიდან გამოგზავნილ წერილში წერდა დედა. სულ გარეთ და გაშლილ ჰაერზე მინდა ყოფნა. თითქოს მალე დავხუჭავ თვალებს და ვეღარ დავინახავ თბილისის ზეცას. ერთხელ წამოწდა თითქოს ლადოს. მეგობრებს ახლა განსაკუთრებული სინაზით უყვებოდა თავის მშობლიურ კუთხეზე, ნამკაშურის წისქვილებზე, პაპის ხელით გაჯორკილ ტახტზე თუ ზვიად საწყლურზე. ყველაზე მეტად მამის ნახვა ენატრებოდა. 1953 წლის 23 ივნისის დილას ლადოს ანიკოსთვის უთქვამს: მამა დამესიზმრა და ვიცი აუცილებლად ჩამოვალ. მართლა ცოტა ხანში ამეზოს ჭიშკარი მელქისედეკ ასათიანს შეუღია და ლადოს ბინა უკითხავს. იგი ჯერ მეორე სართულზე არ იყო ასული, როცა ლადო ასათიანი გარდაიცვალა. ერთი ხელი აწია მაღლაო და მათქვაო, ეს მანანა იყო თუ მამა ვერ გავიგეთ. დაუანიკო, რა სიტყვები უნდა გამომნახო, რომ განუგეშო? არც განუგეშებ, არა. წერდა ნიკა აგიაშვილი ანიკო ვაჩნაძეს ლადოს გარდაცვალების შემდეგ. მერე პატარა გოგოს მეხსიერებაში სასაფლაოს გზა შემოვიდა. მერე მისთვის დედმამის სიყვარულის ლეგენდა გაცოცხლდა. მერე იგრძნო ბედნიერება. ლადოს შვილობა რომ ჰქვია. მამა რო გარდაიცვალა ნათლიებად კონსტანტინ გამსახურდია, სიმონ ჩიქოვანი, ნიკა აგიაშვილი და ლადო გუდიაშვილი იყვნენ. მერე ცოლებმა მომართეს. ბაკის სასაფლაოზე დავყავდი დედას. და ჯოხს ავიღებდი ხოლმე და ჭიანჭველები იყო ძალიან ბევრი და ვკლავდი. და წამოდიო კაცო, რამდენი ხანი უნდა იყო აქ? უნდა მოვკლა, მამას შეჭამენ მეთქი, ჩავლენ და მამას შეჭამენ. და მომოკიდებდა ხოლმე ხელს და წამომიყვანდა ის. ერთხელ გზაში შემოხვდა შალვა აფხაიძე. მე 5 წლის ვიყავი, რა ქვია. სულ დავყავდი. გრუზავიკით მივდიოდი თხანდახან. შალვას მოუყვა დედა მამას, რომ ასე ჭიანჭველებს კლავს და არ მოდისო. ბატონმა შალვამ თავზე ხელი გადამისვა და მითხრა: ნუ გეშინია ჩემო მანანა, ჭიანჭველები მამაშენს ვერაფერს დააკლებენ. მე მახსოვს პირველი საღამო ლადოსი, რომელიც მწერალთა კავშირში გაიმართა იქ ანა კალანდაძემ წაიკითხა ლადოსადმი მიწყვნილი ლექსი სასაფლაოს გაზაფხული. სერგო ზაქარიაძე გამოვიდა, მე პატარა ვიყავი და ხელით გადამატარეს. იცით, ეს ბევრი ხალხი იყო და პირველ რიგში აღმოჩნდა სერგო ზაქარიაძემ სასაფლაო წაიკითხა და ცრემლები ჩამოსდიოდა და მეც ატირდი. ქართულ პოეზიაში ლადო ასათიანის მიერ დატოვებულ სინათლეზე გურამ ასათიანი ამბობდა, რომ ეს სინათლე არასოდეს ქრება და თან უჩვეულო სითბოს გამოსცემსო. ლადო ასათიანის სტრიქონებს თითქოს ალმური ასდისო. ეს მისი მშფოთვარე სული უმღეროდა საქართველოს ლურჯიცის თავანს და უფლის ციხესთან გაშლილ ყაყაჩოებს. პოეტთან ერთად მისი სტრიქონებიც მარადიულ ახალგაზრდებად დარჩნენ. რადგან მერგო ვიყო პოეტი, ჩემი ცხოვრების ამედის წერო, რადგან ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ მხოლოდ უნდა ლექსები წერო, რადგან სხვა რამე სიმღერის გარდა ახლაც ვერ შველის ტკივილებს ჩემსას, ჯერა ამდიად ბუნების კართან, მე თვით სიკვდილსაც გარდაქვნი ლექსად და გარდაქმნა კიდევად. ეს მარად ჭაბუკად დარჩენილმა ლადო ასათიანმა თავისი დაუღალავი სიმღერით შეძლო. ყმაწვილურმა ლოცვის ძალამ გადარაზა სიკვდილის კარი და მარადიული ჭაბუკური თრთოლვაც ყველას გადაედო. მერე კი ლადოს მზიური სულის ანარეკლით განათდა მისი გულიდან მოწყვეტილი და ლექსებად დაყრილი გრძნობები. და ამ ლექსად ქცეული კაცის ფიქრებიც მარადიულ საფიქრალად იქცა.